ამ ვიდეოს ვინც ნახავს იმ ადამიანების რომ როგორც შენახსენე გამოსავალზეც ვილაპარაკებთ რა. და შესაბამისად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამიჭირდა რომ მე თქვა რომ ცუდად ვარ რა. რა მოთხოვნები გაქვს? ეგეთი? ეგეთი. სხვა თემაზე ჩვენ შევწვით ახლა ფორმატს და გადავდივართ პირად ურთიერთობაზე. ისეთ გადატრიალებაზე ეს ლოგინი ჩატყდა რა. ძალიან ჩაინგრა. და მარტო ვარ, სულ სიბნელია და მათ შორის ალკოჰოლს გამოიმუშავს ჩვენი ორგანიზმი. ის რაც არ გვჭირდება ბუნებრივად, კი, გამოიმუშავს. მოგესალმებით. დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, 9 აპრილი. ასევე ძალიან საამაყოც. ჩვენ ვართ წარმოდგენილი შავფერებში. ძალიან დიდი მადლობა სანდრო რომ დამითმედ რომ ვიცი რომ შენ ძირითადად დროს ატარებ ამ აქციებზე. ძირითადად არა, მაგრამ დღეს დილიდან იქ ვარ. ხო. დღეს შენ მოგიწვიე სტუმრად როგორც ჩემი მეგობარი, ადამიანი ვისთანაც მსურს ვილაპარაკო დამოკიდებულებებზე, მასთან თანაცხოვრებაზე და ყველაფერზე გამოსავლის გარშემო. ვუყურებდი შენ პოდკასტებს და შენ ხარ ძალიან ბევრი ადამიანის ინსპირაცია დღევანდელ საქართველოში. მადლობა. მართლა ის არის, რა ქვია, მძიმე დღე არის, ახსენე. მაგრამ ალბათ რაღაც თემები არის, რის გამოც არ გადავდეთ ეს ჩაწერა, უარიც არ გითხარი. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ ვიდეოს ვინც ნახავს იმ ადამიანების რომ როგორც შენახსენე გამოსავალზეც ვილაპარაკებთ რა. კიდე ის თქმა შეიძლება რომ მიხარია რომ შენ სამ პოდკასტში ვარ, წინებს უყურებდი ხოლმე. მიხარია ის რომ გაგიცანი, რაღაც პერიოდი ერთადაც ვისწავლეთ. ხო, ლექციებზე ვიარეთ ერთად. და ეს საერთო ინტერესები აღმოვაჩნდა. კი, იქ მოხდა რომ შენი ვიდეო გადავიღე, როცა პრეზენტაცია ქონდა, სტორიზე დავდე და მითხრეს რომ ეს სანდრო კაკული არისო, ჩემო მეგობარმა. კიდე სანდროც დამოკიდებული იყო. და მე მაშინ მკითხე რომ ეს შენ დამოკიდებული იყავი რაღაცები ხვდები და შენ მითხარი რომ დამოკიდებული არ ვიყავი, დამოკიდებული ვარო. და ეს იყო ჩემში რაღაც ძალიან დიდი ხვდები ჰაილაით რომ ანუ დამოკიდებულები არ ვიყავით, დამოკიდებულები ეს მდგომარეობა არის რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. ამაზე მითხრა. მაგრამ ანუ მომხმარებლები კი, ანუ რაღაც ნივთიერების მომხმარა, ან ალკოჰოლის მომხმარა, მაგრამ დამოკიდებულება არის მუდმივი რა. ანუ დამოკიდებულება ეხა მე რითაც ხელმძღვანელობ და უკვე აგერ მესამე წელი დაიწყო, მჯერა ამის, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, რომელიც არის ქრონიკული დაავადება და თუ მას არ უმკურნალე, ეს ქრონიკული დაავადება საბოლოო ჯამში რაღაც ბიოლოგიურ, სულიერ, ფსიქოლოგიურ, ხო, სოციალურ ადამიანის აი ამ სფეროებს აზარალებს რა. ეს არის მოკლე ახსნა. დამოკიდებულება, იმიტომ რომ ქრონიკული არის, არ იმკურნება, მაგრამ მართვადია რა. აი როგორც თქვა დიაბეტი, ხო? დიაბეტი ადამიანს პირველი ტიპი აქვს და აქვს, მეორეც მე შორის. მისი წამალი, რომელსაც განიკურნება ერთიავი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც კვების რეჟიმი, არსებობს რაღაც ტიპის რაღაც ინსულინი, ხო, რომელსაც ჩამატება ჭირდება და ესე არის დამოკიდებულებაც. მარტივად რო ავხსნა, მაგალითად ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ალკოჰოლის მოხმარებას, ან რაღაც ნარკოტიკის მოხმარებას, ხო? ძალიან ადვილად, ძალიან ხშირად, ადვილად გადადიან ხოლმე, ანაცვლებენ მას სხვა რაღაც. მაგალითად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაღაც რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ძალიან საინტერესო кейსი მე შეგვიძლია გავშალოთ, ნივთიერებას დამოკიდებული ან გემბლინგზე მაგალითად რა, რეაბილიტაციაში 90 დღე გაატარა, იქ იცხოვრა, ჩამოვიდა და ჩავარდნას ვეძახით რა. ანუ როცა ვეღარ შეინარჩუნა ეს სისუფთავე, ხო? და ნომერი პირველი რაღაც 90%-ის ალბათობა არის ხოლმე სტატისტიკურად ეს ჩავარდნა ემართებათ მას შემდეგ რაც შედიან ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში მაგალითად რა. ანუ ერთი ტვინის დამოკიდებული ადამიანის ტვინის ბიოქიმია ისე არის და სისტემა მოწყობილი, რომ როგორც კი მას გამოეცლება ის რაც მას ბედნიერს ხდიდა
დოპამინის ბუსტს აძლევდა ხო უცბად რაღაცა ეიფორიაში აგდებდა ეს რო თავისუფლდება ეგრევე იწყებს მე ძებნას რომ აი საიდან მიიღოს კიდე რა და აი ეს თავშეკავება რომელიც რაღაც დიდხნიანი რაღაც ფსიქოლოგიური პროცესის მერე რა რო ისწავლი როგორ მართო იქ რაღაცა ინდივიდუალური სესიები გექნება თუ არ ვიცი წერას ისწავლი დაწერ გაზიარება ემოციები ასე მე არის ხოლმე რომ მაგალითად რა მოხდა ეხლა რომ ვიღაცა გავიცნო და სადმე წავიდე რა მოხდა ეხლა რომ მე თუ ეს ვიღაცა არ იქნება ნარკომანი თუ ეს ვიღაცა არ იქნება შეიძლება იყოს საჭმელი მაგალითად აი ტკბილი და ხვდები ანუ შაქარი დამოკიდებულების ჩანაცვლება სხვა დამოკიდებულებით ხო და ანუ ამით ეს ჩემთვის არის ინდიკატორი ამით მარტივად ხსნი ხოლმე რომ დამოკიდებულება არსა და არ მიდის მიხვდი მაგალითად შოპინგზე დამოკიდებულებას რა ეხანახან არის ხოლმე ძალიან ხშირად რომ რას ალკოჰოლი და ნარკოტიკი ვიღაც ხორებიდან მიდის მაგრამ მე უცბად აღმოჩნს რომ შოპინგი გახდა და ამას მე შეიძლება მოგიყვეს რომ როგორი ის არის ინსპირაციულია როგორ არტია ეგრე არ ხდება რომ ანუ მაშინ ყველა ადამიანი დამოკიდებულები ვართ რაღაცაზე ყველა რატო ახლა დამოკიდებულება რაღაცა ერთი ის რასაც მიყვება მე ანუ მე არ ვლაპარაკობ ის რაც არის რაღაცა ინსპირაციული ან შთაგონებითი და ხანდახან არა დამოკიდებულება არის ობსესიური აზრების და კომპულსიური ქცევის ნაზავი რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანს აზიანებს თუ შენ არ გაზიანებს მაშინ ოკეია მივხვდი ანუ მაგრამ შოპაგოლიზმს ვეძახით რას რომ მიდიხარ მაღაზიაში არ გჭირდება წინასწარ არ იცი რა სყიდულობ უბრალოდ მიდიხარ 1000 სისულელეს ყიდულობ სახში მოდიხარ და მე არჩევ რომ ბიჭო აი ეს რა თმინდოდა ეს არ მეყიდე რამდენი დამოკიდებულება გახსენდება ეხლა რომელიც არის ყველაზე პოპულარული დავიწყოთ ნარკოტიკი ალკოჰოლი სიგარეტი 3000 შეიძლება ჩამო 3000 ანუ რაც კი რამე ნივთიერება არსებობს სამყაროში და რამე შექმნილა ან ყველაფერს დამოკიდებულები შეიძლება ანუ ცალკე არის მაგალითად შავ შოკოლადს დამოკიდებულება რა ანუ მარტო შავზე წარმოვიდგინე რა არის ურთიერთობებზე დამოკიდებულება ხო ანუ რაღაც მარტოობაზე დამოკიდებულება არის მარტოობაზე დამოკიდებულება სავარაუდოდ იქნება იმ 3000-ში უეჭველი იქნება ამოდი მარტოობის მივადგეთ იმიტომ რომ შენ პოდკასტებსაც რო უყურე და ზოგადად ნარკოტიკებზე ადამიანები ხშირ შემთხვევაში გაურბიან მარტოყოფნას ნარკოტიკებით არის ასეთი სტიგმა მაგრამ მე მგონი რეალობაც არის ხო ანუ მარტო ხო აი რაღაც თერაპიებში მე ღრმად როცა ჩადიხარ იქ აღმოაჩენ რომ ანუ ადამიანის მოხმარება ეკითხები მაგალითად რა რომ როდის მოიხმარდა ადამიანი და ძალიან ხშირად ამოდის ხოლმე ეგ პასუხი რომ მაშინ როცა მოწყენილი იყო როცა რაღაც ტკიოდა როცა განიცდიდა სულიერ სიცარიელეს სიმარტოვის შეგრძნება ქონდა ხვდები და ნარკოტიკი და ალკოჰოლი ამას გივსებს ისევ როგორც თამაში რა ეხა ოღონდ დროებით რა თქმა უნდა თან მაგ დროს ეხა ფიზიოლოგიურად როგორ მუშაობს ხო იცი დროებით შეგივსო თან ბუნებრივზე 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი გამოიტყორცნება ხოლმე რა მაგ დროს რა ეს რაღაც სიამოვნების ჰორმონებსაც ეძახიან და ეს რო გადის მერე აი ეს მძიმე პერიოდი დგება, იმიტომ რომ ტვინი ვეღარ ასწრებს იმ ჰორმონებით შევსებას რა. მერე მაგიტომ კიდე გჭირდება დოზა, მერე კიდე რაღაცა უნდა დააყოლო ალკოჰოლი, მერე მუდმივად ხარ იმ რაღაცა პირველი სიამოვნების ძებნაში და დრო მერე ისე გადის, რომ ვერაზროს მაგ სიამოვნებას ვეღარ მიიღებ და საბოლოო ჯამში მოხმარების ბოლო ყველასთვის ერთია რა. რომ მოიხმარ მარტო იმიტომ რომ ცუდად არ იყო რო არ მოიხმარ მაინც ცუდად ხარ, მოიხმარ და მაინც ცუდად ხარ და ეგ არის ალბათ გზა ერთ-ერთი სიახლოვე, რასაც ფსკერს ეძახიან რა, აი ფსკერი როცა ფსკერის მუღამი რა არის, რომ ანუ ისე ცუდად ხარ, რომ ერთადერთი შანსი კარგად გახსოვს რომ ამ ფსკერს ფეხი დაარტყა და ზემოთ ამოხვიდე რა. დაარტყი ამ ფსკერს ფეხი? ხო, რა თქმა უნდა და თან მიშველეთ ხო ეგრე რა, ეგრე ვამბობდი რა, ანუ იმიტომ რომ დახმარება ვითხოვე, ხო, ბოლოში კი. მომიყევი შენი და მე მოგიყვები. ანუ მე ვარ ძალიან ამპარტავანი ადამიანი და შესაბამისად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამიჭირდა რომ მეთქვა რომ ცუდად ვარ რა. და ყველაფერს ვაკეთები იმის რომ შემენიღება ჩემი ცუდადობა. შენ რაზე იყავი დამოკიდებული ალკოჰოლზე?
ყველაფერი ანუ რაღაც 3 წელია ალკოჰოლი არ მიმიღია, 2 წელიწადზე ოდნავ მეტია არანაირი ნივთიერება არ მიმიღია. და ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყო რაღაც სულ მჭირდებოდა გარედან მიმიღო ის რაღაცები, რომ მე გამხდარიყავი კარგად. აი ერთ მაგალითს ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანები სადაც მივდიოდი ხოლმე მეძახდნენ უამრავ რაღაც ღონისძიებაზე და დაბადების დღეზე და რაღაც პრეზენტაციებზე და მივდიოდი ძალიან ყველას დასანახად ვიყავი განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ჰაი პერფორმერი ხარ და იმიტომ კი რა აი ყურადღების ცენტრში დავიდექი რა სცენაზე და სახლში მოვდიოდი ემოციურად განადგურებული, აი რაღაც დაღლილი, წვებოდი ლოგინში, ბარიჟზე თავს ვდევდი და ყველაზე უბედური და მარტოსული ადამიანი ვიყავი მთელ სამყაროში. მეც ძალიან კარგად, მაგრამ არ ხდებოდა მაგ დროს ის, რომ მოყავდა ვინმე ფართიდან შენთან სახლში და დასატარებდა. არა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეგ ადამიანი ჯერ ერთი აი არ ვიცი ეგ აი ის არის რა ქვია კითხვა არის ვიღაცები სულ მეკითხებიან ხოლმე ძალიან მაგით გაურბივართ ხოლმე მაგას ხო ხტები ფართიდან ვიღაც შემნაირი ლუზერი წამოვიყვანე და ერთად ვართ ლუზერები და მაგრამ რაღაც ამ ფარტებზე დავდიოდი მეც ხო მაგრამ ჩემი სახლის კარი ეგეთი ღია არ არის ყველასთვის მე მაქვს ეგეთი ძალიან როგორ თქვა ინგლისურად არის ძალიან სელექტივ არა ანუ ძალიან ვარჩევ ხო და აი ეგ ჰაი სტანდარტები ხანდახან გამგვველია ხოლმე ის კი მაგრამ აი მაგაში მომეხმარა რა ანუ ვერც ჩემი რაღაც საძინებლის კარს სახლის კარს გულის კარს ვერ ვატალახებ ეგრე რა ანუ მერჩინა რომ მარტო და იზოლირებული ყოფილიყავი ვიდრე რა მოთხოვნები გაქვს ეგეთი? ეგეთი. სხვა თემაზე ჩვენ შევწვით ახლა ფორმატს და გადავდივართ პირადი ურთიერთობები. არა, უცებ მითხარი და მე გამოგზავნოთ ისე. ანუ მაინტერესებს რა შენი სტანდარტი როგორი უნდა იყოს? ანუ ნახე რა, ანუ ჯერ ერთი ჰიგიენის მიმართ მაქვს ისეთი მძიმე. OCD ხო არ გაქვს? მაქვს, კი და ეგეც დამოკიდებულების ის არის, რა ქვია, ერთ-ერთი ნიშანია რა. რომ ანუ არ შემიძლია მოკლედ და ჯერ ჩემი სახლის ლაგების სისტემა სხვანაირია რა ის რომ ირევა მე მეც ვირევი რა სტუმარი რომ მოდის არ არსებობს რომ რამდენიმე ადგილას მაქვს სანთელი სუნი ინდური რა ვიცი რომ განდევნოს და რაღაცები და ის რიტუალები ჩავატარა ძალიან რიტუალების მოყვარული ვარ ეგ ერთი მეორე რომ ჰიგიენის მე და ადამიანს რომელს უყურებ კლუბში 5 საათი ცეკვავს აი უკვე ვიცი გაოფრიანებული ჩემთან არ შემიძლია ჩემთან არ შემიძლია ვერავი კარგი მოკლედ ხო მეორე ის რომ ხო ეგ კიდე მაქვს რაღაც სხვა ძალიან მერიდება ეხა მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ უხერხო სიტუაციაში ვაყენებ ხოლმე ადამიანებს რა მაგალითად მაგას ვიტყვი რომ მე ვიწყებ ხოლმე ჩემ თავზე ლაპარაკს რა მე როგორ მიყვარს ბანაობა დილით ბანაობ თუ ხამე რომ დავადგინო სისტემა რომ დღეში ორჯერ ბანაობ ერთხელ და აი რაღაც ჩემი რაღაც კითხვარი მაქვს რა რომელზეც ხმამაღლა ვლაპარაკო და ამით ვადგენ ხოლმე რომ მაგაზე თერაპიაზე არ გიმუშავია რომ შეიძლება ეს ყველაფერი ეგრე ჯერ არ დაუზიანები ვარ ეხა მაგას სად მაგ იმდენი მაგ ეგაზიანებს ხვდები არასწორ პრობლემას ეძებს იმდენი რამე მაზიანებ ჯერ სხვა მაგ რა ლისტი არის სხვა რაღაცებს უნდა მივხედო შენის მითხარებს სკერზე. როდის იყო აი ეს სკერის დღე? ისე ტრაგიკულ მოულზე უნდა გადავიდეთ. სახე გასწორე. ეგ მე მგონი ნანუკა შოუში მოვყევი. არც ისეთი ტრაგიკულია პირიქით. როგორ აღვიქოთ მაგას? ნახე, რადგან მე ვიყავი და ვარ ძალიან თავმოყარე ადამიანი, მე მეგონა მთელი ცხოვრება, რომ ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში კარგი უნდა მომხდარიყო რა. შესაბამისად მიმღებლობა იმის რომ ხანდახან რაღაცები ცუდადაც ხდება ხოლმე და ეგეც ოკეი ეგ არ მქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამიტომ გავურბოდი რა თან ადამიანი რომელიც ანუ პედიქტი ნებისმიერ სირთულეს გაურბის რა ეგეც დამახასიათებელი ნიშანია დამოკიდებულების რომ პრობლემასთან თვალის გასწორება გვიჭირს რა იმიტომ რომ აი მასთან ერთად თანაცხოვრების გამომუშავებული უნარი არ მქონია რა და ბოლო 2 წელია მაგაზე ვმუშაობ აქტიურად რა. ჩემთვის გამოსავალი ყოველთვის იყო
ან საბნის გადაფარება, ან გაქცევა, მაგალითად არასიფხილეში, ან გართობაში, ან სადღაც ხო რაღაცის დალევაში, ან ქვეყინა წასვლაში. ხანდახან ყოფილა ხოლმე, რომ და მაგიტომ არ ვარჩევ რა. ემოციურად ეხა ჩავალაგე ჩემოდანი და უცხოეთში გავფრინდი, საბანი გადავიფარე, ტელეფონი გამოვურთე, მოვიხმარე, ერთი ჭიქა დავლიე, სადღაც წავედი, ვიღაცას ზედმეტად ველაპარაკი, ან სპეციალურად შევხვდი, რომ ყურადღება გადამეტანა, არის ყველაფერი გაქცევა. ანუ შიში და გაქცევა. აი ეს ორი რაღაცა არის, შიში, გაქცევა. ანუ შიში და შიშზე სრულიად არაჯანსაღი რეაქცია გაქცევა. ოღონდ შიში რა ის კი არა რომ ეხა მგელი მომსდევს და ანუ მართლა რაციონალური შიშია რომელსაც უნდა გავექცე. არამედ ვიღაც უცხო ნომერი გირეკავს. აი რა პრობლემაა რომ აიღო, ხო? მაგრამ აი ეს ერთ-ერთი მაგალითი რა. არანოია გქონია? არანოია არ მქონია, არა. ძალიან ნაკლები ჩემი ფსიქიკა და მაგის მაგარი მადლია რომ ნაკლები ზიანით გამოვედი ამ ყველაფრიდან რა. ანუ უფრო დიდი ზიანის დაზიანებას მინახავს. ეგ არ ვიცი, რაღაცა ბევრი ფაქტორის ბრალია, მაგრამ რაღაცა მიდრეკილი ის დეპრესიისკენ და პარანოისკენ არას არ ყოფილა, მან შორის არ წამლები, არ დამჭირებია. ხო და რა იყო ის ბოლო დღე? ხო და ეგ იყო ეგეთი რაღაცა. ხო და მაგას ვამოვიდი რომ მომიყოლია თქო მგონი. რომ ესე იგი გარდაიცვალა მამაჩემს ქონდა ფილტვის სიმსივნე ბოლო სტადიის ძალიან ძიმედ იყო და მე და მამა ძალიან გავდით ერთმანეთს რა და ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაც სულ მე ვიყავი იმასთან ერთად და უკვე ვიცოდი რომ აი რაღაც დრო დადგებოდა მათ შორის ძალიან არაშორეულ მომავალში არამედ ახლო მომავალში როდესაც მამა გარდაიცვალა და ერთი დღე იყო ვიჯექი მის საწოლთან ის იჯდა აი ამ რაღაც თავის საწოლში ნახევარ წამოჯდარი იყო ამ ხალათში უჭირდა სუნთქვა ახველებდა რაღაც ხროტინებდა ფილტვის სიმსივნეთი გარდაცვალების ყურება არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სცენა რაც შეიძლება რომ არა მარტო შვილმა უყუროს საკუთარი მშობლის ეგეთ სიკვდილს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ადამიანი რომელიც რაღაც გონია რომ ინსტინქტურად თითქოს სუნთქვა ჩვენი რა რომ დავიბადეთ ჩავისუნთქე და იმის მერე სუნთქავ და აი ეგ რო გეკეტება ყველაზე მძიმე საყურებელი ეგ არის რა. რა დაემართა ისი კანის კიბო ქონდა და გაილია საწოლში ხვდები ლიმფებს სითხეებით ან საშნელი სანახავი იყო. ეგეც ამიტომ ძალიან კარგად მესმის აი ესეთი ძალიან კი. ხო, გაგცანე. და ის იყო რა ქვია. აი ამაგას უყურებდი რა. და შემეშინდა რომ რამდენიმე 10 წელიწადში მე მასავით ვახველებდი, სიგარეტს ვეწეოდით ერთნაირად რა. და შემეშინდა აი ძალიან გაცნობიერებული შიში შემომივიდა სიკვდილის. რომ რაღაც პერიოდის მერე მეც მასავით აი ამ ხრჩობით ტანჯველი სიკვდილით მოვკვდები რა. ეხა თუ რამე არ შევცვალე რა. და მერე და მადლიერებებში მამაჩემს სულ ვიხსენიებ რომ მადლიერი ვარ რომ მისმა სიკვდილმა აი ეს ჯერ ჩემი სიკვდილის შიში გამოიწვია და მერე მაქედან დაიწყო ის რომ ეხა მე ამას თუ არ დავკარიფე ხი რა აგერ ღმერთი ხო არ ჩამოვიდოდა რა მართლა და სილას ხო არ გამაწმინდა იმდენი მაგალითი იყო იმდენი შანსი მანახა ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი რა. ნიშნებს გაძლევდა და ყურადღებას და აი ეს დაბრმავებული მქონდა და სანამ საბოლოოდ აი ამ სიკვდილს ძალიან არ მიმაახლოვა იქამდე მე ვერ გამოვხიზდი რა. პირდაპირ შენ ფიზიკაზე არ ქონია ეგეთი გამოცდილება? არა, ჩემი რაღაც ფიზიოლოგიური ფსკერი არ განმიცდია, მაგრამ სულიერი განმიცადე რა. ვიღაცებს აქვს ხოლმე ორივე ერთად, ან ვიღაცას მხოლოდ ფიზიკურია, ხო? და შემეშინა მაგისი. და დღეს უკვე სიგარეტს აღარ ვეწევ. უკვე 9 წელიწადია, ზუსტად მაგიტომ, რომ აი ეგ მაგალითი იყო რა და მაგარი მადლიერი ვარ, ჩემი ამ გზაზე, მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, მე ეგ ტიპი აღმოჩნდი, რომ თურმე ეგეთი ძლიერი შეჯანჯღარება იყო საჭირო რა.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი უნდა დაელოდოს თავის აი ეგეთ მძიმე იმას, რა ქვია. არ ნიშნავს, მაგრამ ადამიანის ბუნება ეგრეა მოწყობილი, სად ბოლომდე თუ არ დავეცით, ფსკერზე ვერ ხვდები, მეც იმდენი ნიშანი მქონდა და ბოლოს ლამის რომ მოვუკვდი, ჩემმა ტვინმა დაკარგა ჩემს ხელზე კონტროლი. ხოთი შორის გამოსავალში რომ ჩამოვედი გერმანიიდან ვიყავი მოსული, შენს გნახე და ფსიქიატრმა რა მითხრა იცი? 100 წელი რომ უნდა გეცხოვრო, ხე ცხოვრობ 70-იო, 70 თუ გეცხოვრო 50, იმიტომ რომ შენი ტვინის ბევრი უჯრედი დაიბრიდაო და ჩვენი ანუ აღდგენა აღარ ხდება ისე როგორც ხდებაო და მაგრამ ჩემთვის უთხარი რომ ალბათ იმიტომ მითხრა რომ შემაშინა რომ მეტი აღარ გავაკეთე. და კი ნამდვილად, იმიტომ რომ ნებისმიერი უჯრედი აღდგენადია ორგანიზმში, ყველა ფუნქცია აღდგენადია. სამწუხაროდ და მაგაზე განსაკუთრებით რეაგირებ, იმიტომ რომ ერთ ძალიან პირადულს კიდე მოვყვევი, მე მყავდა ძმა, რომელიც 2016-ში გარდაიცვალა. ჩემზე 6 წლით პატარა და აი ეს მოვიდა ერთ დღესაც ჩემთან და ეგეთ რაღაცას მეუბნება, რომ სადღაცო წავიკითხეო და ძალიან ბევრს კითხულობდა, რა ძალიან განათლებული იყო და სადღაც წავიკითხეო, რომ ადამიანის ტვინიო, აი რაღაც ენდორფინი და დოფამინის გამოყოფაო, რაღაც დროს თუ შეფერხდაო, ან ძალიან ბევრი გამოიტყორსნაო ტვინმაო, ისო აღარ აღდგებაო არასდროსო რა. და ისე ცუდად ჩამჩა, მაშინ არ მქონდა ინფორმაცია, არ ვიცოდი. და წავიდე და აი რაღაც დავიჯექი და დავიწყე ფიქრა ბიჭო. რა არის რაღაც ნივთიერება ტვინში, რომელიც შეიძლება აღარ აღდგეს რა. აი ხ როგორ შეგითხრა? ექსპლუატაციის ვადა საფუძურა ხო? და ძალიან, მაგრამ ძალიან დამძაბა. და ჩემმა ძმამ და ეგეც აი მამა ჩემის სიკვდილთან ერთად ჩემი ძმის გარდაცვალებაც არის იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მანამდე იყო და მე ვერ დავინახე, ვერ მივხვდი. დღემდე არ ვიცი მიზეზი, ჩემი სახლიდან წავიდა, თავი მოიკლა და რაღაც ხო არის რომ წერილებს წერენ ხოლმე რომ აი მე არ ვიცი. ანუ ჩვენ არ ვიცით მიზეზი რა. მაგრამ აი მანამდე აქვს ეგეთი რაღაც ნათქვამი მოკლედ რა და ძალიან ცუდად მქონდა მთელი ეს პერიოდი ეგ ჩარჩენილი რომ მე რაღაც ვერ დავეხმარე, ეხა რო გავიგე ეგ ინფორმაცია და სანამ გამოსავლის რაღაც რეაბილიტაციაში ერთ-ერთი სესიის დროს არ დავსვი ეგ შეკითხვა და იქ არ მითხრეს რომ ანუ შენო მაშინ რა პასუხი უნდა გაგეცაო რა 2016-ში შენთან არ ქონდაო ინფორმაციაო და როგორ უნდა გეთქვა რომ ნუ დანაშაულებს შენ ხო და აი ძალიან ტვირთად მქონდა ეგ დაწოლილი ისე როგორც მამის გარდაცვალება და სხვადასხვა ჩემი რეალური ძალიან ისეთი ფუნდამენტური და ხარისხიანი გამოჯამთელება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რაც აი ეს რაღაც წარსულთან გავასწორე ანგარიშები რა ან ჩემ ძმასთან, მამაც ჩემთან. სად მოხდა შენი კათარსისი? დიღომში. გამოსავალში ანუ. და მან 2020 ალბათ 2 წლის 7 მარტი იყო. და 7 მარტიდან 2 კვირის თავზე მარტის 20-21-ში ესე რა ალბათ რა ვიწექი მოყვე კათარსისი შენ როგორც გინდა ხო ანუ ძალიან ისეთი იყო რა ლოგინში ვიწექი მარტო ვიყავი ოთახში ფიზიკურადაც და სულიერადაც უდად ვიყავი და რაღაც მაწუხებდა რა, ბევრი რაღაც ტრიალდებოდი, მაგრამ ახლა წვიმდა რაღაცნაირი ცუდი ამინდი იყო, სიცივე, ჭექაქუხილი და ეს ჩემი დანაშაული შეგრძნებები, წარსულის რაღაცეები ხო ხდება ტვინის გადავსებული, არმძინები ალბათ გადამულად 1-3-4 ღამე იყო და რაღაცნაირად აი ღამის 4 საათია თუ 5 მოკლედ და ეს წვიმა სიცივე ხან ცხელო და ხან ციოდა და ტრიალდები ამ ლოგინში რაღაცნაირად რა ერთად გადატრიალებაზე ეს ლოგინი ჩატყდა რა ძალიან ჩაინგრა და მარტო ვარ სულ სიბნელია და როგორ ჩავარდა ისე ეს წელი იატაკზე მიდევს რა თავი და ფეხები გასწორებული რა ძალიან მაგრამ მეთქინა რა და აი ნაცვლად იმისა პირველად ჩემს ცხოვრებაში მე რომელიც რაღაც კომფორტის მოყვარული და იმ სასტუმროში უნდა წავიდე და იმ ლოგინში დავწყე და ხო და ხუთჯერ უნდა ვიბანაო უცბად აი სადღაც
რაღაც მესამე სართულზე მანსარდის ლოგინში ესე ჩავარდი და ესე მოვიკეცე რა და არც განძრეულ ხარ. არა და პირველად შემომივიდა ნაცვლად ბრაზისა და წყენისა რომ აუ ამის დედავატირე კიდე ეს მინდოდა ამ უძილობაზე აი უცბად აუ ღმერთო მეთქი მადლობა რომ ეხა ამ დღეში ვარ თქო აი ჩემდა უნებურად რა და შემომივიდა მადლიერების ძალიან დიდი შეგრძნება რომელიც მე რაღაცნაირ სითფოში გადაიზარდა რა და აი ამ ჭერიდან ესე ვიყურებოდი აი არის განზრეულ რა ეს ფეხები და შანგრეულობიზე ეს წევარ და გულში ღმერთს ვეუბნები რომ მადლობა ღმერთო აი მადლობა ღმერთო რომ ანუ მე ეგრე უნდა დავცემულიყავი რაღაც ჭყალებში რა აი რაღაც დავმიწებულიყავი ეთყობა რომ ეგრე ცუდად ყოფილიყავი ეგრე უნდა მტკენოდა რომ ეგ სითფო შემოსლოდა რა და აი ამ ჭერიდან რაღაც გადმოიღვარა ძალიან დიდი სითფო შენთვის მისტიკა იყო ეს ყველაფერი შეიძლება რომ ეს შენი დაგროვილი ენერგია იყო რამაც საწოლი ჩატეხა იმიტომ რომ მე მჯერა მაგის მე მყავს მასაჟისტი ვისაც ენერგიების მუშაობ და მაგ დროს ნათურა გადაიწვა ან ხელ ენერგია და ანუ ენერგიების მე მჯერა აი არ ვიცი ძალიან ცუდად მოძრაობდი იმიტომ რომ მიჭირდა ერთი ადგილის პოვნა შეიძლება ვერ გამიძლო საწოლმა შეიძლება ენერგია იყო მაგრამ მისტიკა არის მისტიკა სიტყვა ჩემთვის რაღაც აუხსნელთან ასოცირდება ეს არ იყო აუხსნელი ძალიან ახსნადი იყო რა რომ ის რაც მოხდა ეხ განსაკუთრებით ამ გადმოსახედიდან ახსნადი არის რა ანუ მადლიერების შეგრძნება რომ შემომივიდა მე სითფო რო ვიგზენი და აღარ მციოდა და იმ ღამეს რო დამეძინა და დილა რო გათენდა საერთოდ სამყარო სხვა თვალით დავინახე ანუ ეგ ახსნადია რა ანუ ღმერთმა ჩემმა მაღალმა ძალამ მიმიყვანა აი ამ მაგ რაღაცეებით იქამდე რა ქვია კათარზისამდე რა მაგრამ ამ გზაზე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა ძალიან დიდი დანაკარგები მქონდა რა ბევრი ადამიანი დაუკარგე რა ოჯახის წევრები დაუკარგე და რა მეგობრები დაუკარგე და ჩემი თავი დაუკარგე პირველ რიგში მაგრამ სამაგეროდ ეგ წარსული რო არ მქონდა დღეს აქ არ ვიქნებოდი ვის მიმართ შემოვიდა მადლიერება პირველი ღმერთის ანუ არა მე ღმერთზე ვიყავი ხოლმე გაბრაზებული ანუ აი სულ რაღაც ვეჩხუბებოდი რომ ეხლა ესე რატო არის და მე შენ რო გითხარი და იმაში პირობა რომ დავი აი რა სულ რაღაც პირობას მე არ უღებდი მეთქნა და აი იმ წამებში მადლიერი ვიყავი რომ საერთოდ ცოცხალი ვარ არასდროს ამის მადლიერი არ ყოფილი თითქოს მეგონა რომ აი სანდრო კაკულია რომ დაიბადა სამყარო უნდა ყოფილიყო მადლიერი რომ ამ მიწაზე გავჩდი რა აი მაგ პერსპექტივით უყურებდი რა რომ აი საქართველოში რომ დავიბადე აი ყველა ქართველს მადლობა უნდა იტყვა რომ მადლობა სანდრო აქ რო გაჩდი შენ პირველად საერთოდ მადლიერების შეგრძნება და ეგ ემოცია მქონდა თუ არა არ ვიცი და ღმერთის მიმართ და მე დილა რო გათენდა რავი დილის მზის ადამიანები, საკუთარი სხეულის, ჩემი თავის, გუშინდელი დღის. ტიროდი მაგ მომენტებში? კი. მაგ გამეს ვიტირე. ვიტირე და ძალიან ბედნი. ეს ტირილი იყო, აი რო შეეხები რაღაც ძალიან გემრიელს და თბილს და ნამდვილს, ხო იცი და აი ცნემლები რო წამოგივა და აგეტირება, რომ ძალიან საკრალურს და წმინდას შეეხე, აი ეგრე შევეხე რაღაცას, ვიტირე. დავიძინე მშვიდად და მეორე დილიდან სხვა ცხოვრებით გავიგე. ძალიან მიხარია რომ ესე დასრულდა ეს ამბავი და დაიწყო ახალი ისტორიები. მინდა შევეხო დღევანდელ საქართველოს. ჩემი ნარკოტიკებთან ურთიერთობა დაიწყო კლუბური ცხოვრებით, ვითომ უწყინარი ექსტაზებით, MDMA, ვითომ არაფერი და ანუ შემდეგ სულად იყავი? რამდენ ხანში გახდი სულად? არა, ცუდად არ ყოფილი ვარ. პირიქით, როცა მინდა მაშინ დავანებებ თავს, ხო იცი? მაგრამ არასდროს არ გინდა რომ დაანებო თავი, იმიტომ რომ შემდეგი ვიკენდი მოდის, ვიღაც DJ ჩამოდის. ანუ ამას იმიტომ საუბრობ, რომ ბევრი ახალგაზრდა დღემდე ესე კლუბებში დადის, აკეთებს ამ ყველაფრის რომანტიზებას და სინამდვილეში ამ ყველაფრის რეალობა რა არის, რას გაურბიან ეს ბავშვები საქართველოში. და არა მხოლოდ საქართველოში ძალიან დიდი დილემის წინაშე არის დღევანდელი სამყარო, რაც ამ ყველაფრის სხვანაირად ხედვა არის, მაგრამ სინამდვილეში რეალობა ვაფშე საერთოდ სხვა არის, ხო? ნახე, ერთი რო შენ თვითონ თქვი რომ მართლა მხოლოდ საქართველოში არ არის. არა. მთელ მსოფლიოში არის ალბათ რაღაც ადგილები მსოფლიოში, სადაც ხო. მეტ ნაკლებად, ხო. ნარკოტიკი არის. ხო, შეიძლება ხლა აი არ ვიცი რა სადაც
ტიბეტის რომელიღაც მონასტერში შეიძლება არ არის რა, ეხა ისევე როგორც საქართველოს რომელიმე ეგეთი. არა, მოდი ვთქვათ ინგლისში ალკოჰოლი number 1 კოკაინი გერმანიაში, ბერლინში, პარიზში, თბილისში. ხო ხვდები მე რაც გეუბნები, ეს თინეიჯერები, ვისაც გონია რომ თითქოს არაფერს არ აკეთებს და ვიქენდიდან ვიქენდამდე ცხოვრობს, რეალურად საკუთარ თავს ანგრევს. კი, ბევრი ფაქტორია. რაც განაპირობებს ამ მიდრეკილებებს რა. ანუ სოციალური, ოჯახი, წარსული, ინტერესები, სახელმწიფო, ძალიან მულტიპრობლემური პრობლემაა რა. ხო. მე ეგრე ვუყურებ რა, ეხლა მე ვცხოვრობ როგორი პრინციპით, იცი რომ ყველაფერი რაც ხდება, მაინც უკეთესობისთვის ხდება და არის რაღაცები, ისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია რა. და მგონია რომ აი რაღაც ჰოლანდიის მაგალითი რო ვიღოთ ან პორტუგალიის იქ რაღაცა ახალგაზრდებში, ხო, ახალგაზრდებში და მათ შორის კანონმდებლობა აკრძალვის ძალიან ცუდად მუშაობს რა. ის რაც აკრძალულია განსაკუთრებით პატარა ბავშვს გარდაღის სასახში ყველაზე მეტად აინტერესებს. არ მოწიო სიგარეტი რო ეუბნები და თან მშობელი ხარ და შენ თვითონ ეწევი, პირველი რასაც გააკეთებ, როცა შანსი ექნება ის ბავშვი მოწევს სიგარეტს. ანუ როგორც მაგალითად რაღაცა ფილმის დროს თვალებს რო გვიხვერდნენ ხოლმე და თვალებს რო გვახუჭინებდნენ კოცნაობით. ანუ იმდენი მე ისე მახინჯდება წარმოდგენები რომ რას გიგრძალავენ რა, ანუ რატომ არ ახსნიან. ჩვენ ხო ეგეთ სოციუმში ვცხოვრობთ ჯერ კიდე რომ მოხმარება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, გემბლინგი არის რაღაც ისეთი ტაბუირებული თემები, სექსი მათ შორის, რომ ანუ ამაზე ვითომ არ არსებობს რა. ანუ ბავშვს არ უნდა ელაპარაკო, ისე უნდა გაიზარდო და მე სადღაც სკოლაში მიდის, ინტერნეტში ნახულობს და უყალიბდება არაჯანსაღი წარმოდგენა მოხმარებაზე, ალკოჰოლზე და ასე შემდეგ. ხო და მშობლებს ხშირად ერიდებათ ხოლმე ამაზე ღიად ლაპარაკი და მერე ცუდი შედეგები რო დგება, ისევ ბავშვს აბრალებენ რა. მე მგონი რომ გვაკლია განათლება, ღიად საუბარი, ჯერ კიდევ ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც წარმოიდგინე რომ აი შენარკომან არის როგორი ეპითეტი, იცი რომ აი შემკვლელო და გათახსირებულო და ყველაზე ცუდო რა. სანამ აქედან არ გამოვალთ, რომ შელოთოს, რომ ადამიანს დაუძახებ, შეურაცხყოფელი ინტონაცია კი არ უნდა გქონდეს, ანუ რაღაც არ ვიცი, შედიაბეტიანო, რომ ვიღაცას დაუძახო, რომ ეხა მაგის გამო ცუდი ხარ რა. საზოგადოება სანამ არ აღიარებს, რომ ვიღაცა ყაჩაღი და მკვლელი მამენ ცოტა უფრო კარგი ტიპია, ვიდრე ნარკომანი. მე ეგეთ მაგას. ანუ დამნაშავეა, არ არის. აპრიორი, აი რანაირი დამნაშავე, რომ ანუ დაავადებას ჩვენ ხო არ ვირჩევთ, ანუ იმ ადამიანს არ აურჩევია რა, ანუ ყველა ვინც მოხმარებაშია, ნებისმიერ რაღაცის, რომ დააბრუნო და მისცეს შანსი აირჩევს იმ ცხოვრებას, სადაც ის არ მოიხმარს. რა თქმა უნდა. მაგრამ დაავადება ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ არ ვირჩევთ. ერთადერთი რასაც ჩვენ ვირჩევთ არის გამოჯანმრთელება. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ჩვენს დაავადებაზე, მაგრამ პასუხისმგებლობას ავიღებთ გამოჯანმრთელებაზე. ყველა ნარკომანი ვისაც ვიცნობ არის ჰიპერსენსიტიური, ძალიან ღრმა და ძალიან საინტერესო. და ანუ არ მინდა რომ კიდე მაგის რომანტიზება მოვახდინო, მაგრამ რატო ხდება რომ ესეთი ადამიანები ვირჩევთ მაგ გზას თუ ანუ ხვდობილი კითხვა მინდა? იმიტომ რომ ამ ადამიანების ტვინი მიდრეკილია ირაციონალური ფიქრისკენ ადვილად, ილუზიები ჩვენთვის არის უფრო ახლო ვიდრე რეალობა. ხო. იმიტომ რომ სენსიტიური ადამიანი ძალიან პატარა რეალობაში ცუდ რაღაცასაც უფრო მარტივად ხედავს და პლუს კიდე მიდრეკილები ვართ, ყველა დამოკიდებული, ზოგადად უმეტესობა ჰიპერბოლიზებისკენ. ანუ ძალიან პატარა ცუდი ჩვენთვის არის ძალიან ცუდი. ხვდები? და მე ამ ყველაფერს ეს რაღაც რუქასავით რო უყურებ, რომ სამყაროში აი ეს რაღაცა ბუზისგან სპილოს რო გადააქცევ, ძალიან ცუდია, ეს ცუდია, ეს არასწორია, ამას გძნობ რომ ემეხება, ეს ჩემს ახლობელს ეხება, ეს მე მტკივა, ეს ამაზე მეტირება. ხვდები? ამდენი დახუზული ემოციებისგან გამკლავება, როცა გარდაღის სასახში ხარ ან პატარა ხარ 17 წლის, 18 19 წლის
ძალიან რთულია და როგორც უკვე ვახსენე, თაობები ისე იზრდებიან, რომ წინა თაობები ამ თემებზე არ ლაპარაკობენ, რა. შეიძლება მე იქ რაღაც კანონმდებლობა, სახელმწიფო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ციხე, პოლიცია, დაჭერა, ისა და ეს ყველაფერი ერთად გიბიძგებს, რომ არ ილაპარაკო რაღაც ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაზე და მოხმარება ალკოჰოლი, ნარკოტიკი ან თამაში არის ძალიან ადვილი და სწრაფი გზა გაექცე ერთი გაექცე და მიიღო ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ იღებ რა. მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან, ხო? ხო. მე ვამბობ, რომ ესე იგი 2 წელიწადზე მეტია ყოველ დღე ვიღვიძებ, აი ყოველ დღე ამ ხეზე. ერთი დღე არ ყოფილა, რომ ბედნიერს არ გამეღვიძე. ანუ აი გაგიჟებული, რომ ანუ ეს რომ ვინმეს ეთქვა ჩემი გამოჯანმრთელების დასაწყისში, რომ ის კი არა რომ თვეში ერთი დღე ესეთი გექნება, ან მაღაზიის თანახმავ ვიქნებოდი, რომ აი წელიწადში 2 დღე ძალიან ბედნიერი გაიღვიძებ, რა, ან დაიძინებ. ყოველ დღე რას წარმოვიდგენდი. ხო და ეგ თურმე მიღწევადია რა, ანუ რაღაც იოგის ვარჯიშით, სწორ დროს დაძინება გაგვიძებით, წერით, ძალიან მარტივი რაღაცები. ამ ყველაფერმა იმ მისიაში ჩაგაგდო თითქოს რომ შენ ახლა ვალდებული ხარ ან სურვილი გაქვს დიდი რომ დაეხმარო სხვებს. შენი პროექტი ვნახე, შენი პოდკასტების სერია და ძალიან გთხოვ რომ გააგრძელო და იმიტომ რომ ძალიან მაგარი საქმეა და მე თან შენთან წამყვანი ვიქნები თუ მოგინდება. და როგორც შევდავდით, ერთ გადაცემაში უეჭველი შენს მოხვალ და ეს რა ქვია, პოდკასტები აუცილებლად გაგრძელდება გამოსავალთან ერთად. კი. და მაგრად მიხარია, ძალიან მალე ვიწყებთ მაგას. იმიტომ რომ ხო, მაგ როგორ არის, აი 12 ნაბიჯის პროგრამა ერთის მხრივ გაძლევს საშუალებას, რომ შენ გამოჯამთელდე და მე იქვე ასევე პროგრამა გეუბნება, რომ რაღაც დრო დგება, როცა ეს შენი გამოჯამთელების გამოცდილება უნდა გადასცეს სხვას. ასე მუშაობს გამოჯამთელების მთელი სისტემა, აგერ უკვე თითქმის, რა ვიცი, მალე 100 წელი გახდება რა. ხო და მაგრამ მე მაქვს ერთი პრინციპი. მე თუ ვინმე არ მთხოვს დახმარებას, მე იმას ძალით არ დავეხმარებ. ანუ აი მოვიდე და გადამრჩენელივით ხელი ჩაგყიდო, აგიყვანო გამოსავალში ლექციას დაგასწრო და მე ჯგუფზე მიგიყვანო და გაგირეკო და შენცოლს ველაპარაკო და დედა შენთან ერთად ვიტირო, არა, ანუ იცი რომ მე აქ ვარ, აი რაღაც ჩემ მეგობრებს, მეგობის მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს მათ, ხო? მე აქ ვარ, ჩემი მაგალითი ესე მუშაობს, როგორც კი ის კი არა რომ გადაწყვეტ, აი მოგინდება რომ იქნება რამე გამოსავალი არსებობს. და მე დამირეკე და მე ყველაფერს გავაკეთე, მაგრამ მე თვითონ პროაქტიულად შენ დასახმარებლად და რატო ბევრი წლის წინ მქონდა ეგ გამოცდილება, რომ როცა პირველად გავიგე პროგრამის შესახებ, 12 ნაბიჯს გულისხმობდა არა ამ პროგრამას და დავდიოდი და რაღაცა ის გინდა რომ ყველას გადასცე და ძალით და ყველას თავის დრო აქვს რა. ანუ მივხვდი და როცა ადამიანს ელაპარაკები, რომელსაც ჭყალებში თავისი დრო, აი ეს დრო რა, ფსკერის ან გამოჯამთელების არ აქვს მოსული, მასში უკვე პირიქით ნეგატიურ ემოციებს იწვევდა არა პოზიტივს რა, მივხვდი? იმის შენ ტერი ხარ რა. ესეთი კითხვა დაგისვეს, რომ გაიქის იქნებოდი ჩემი სტუმარი. ანუ ვიკენდზე დამოკიდებული ადამიანები, ვინც მხოლოდ ვიკენდზე მიიღებენ ნარკოტიკს, ალკოჰოლს, ისინი თუ არიან დამოკიდებულები? ინდივიდუალურად მაინც მე ესე ვიტყოდი, რომ არსებობს მაგალითად ნიკოტინის მწვერვალობაში, სიგარეტის მწვერვალში. ხო. არსებობს ეგეთი ტერმინი რეკრეაციული მწვერვალობა. ანუ რეკრეაციული მწვერვალი არის ადამიანი, რომელიც მაგალითად აი სუფრის დროს ან სმის დროს ერთ დღეს მოწევს სიგარეტს. ამას ადიქტოლოგიაში სიგარეტს დამოკიდებულ ადამიანს არ უწოდებენ. ასევე არის ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც რა, ანუ არ მინდა უბრალოდ ეხა რომ რადგან ამას ვამბობ, მოდი იქნებ მე ხო არა ვარ შაბათკვირი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ცუდად არიან, ანუ აი კბილებით უჭირავთ, რა სამსახურის გამო ან ოჯახის გამო და შაბათკვირას მოიხმარებ, მაგრამ ეს არ აძლევთ მათ უფლებას თქვან, რომ მე რეკრეაციული მომხმარებელი ვარ და დამოკიდებული არ ვარ და ზიანს არ მაყენებს რა. მივხვდი?
ანუ ის რომ შენ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ფულს აგროვებ, ტვინი ნახევრად უკვე იქ ხარო, ეხა კლუბში როდის წავა, რას ვიზავ. უკვე რომ შაბათს პარასკევი. ამ ობსესიაში თუ ხარ, უკვე დამოკიდებული ხარ. მაგას რომ თავი გავანებო, თუნდაც რეკრეაციული მწვერვალობის სიგარეტის შემთხვევაში ან ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში, წარმოიდგინე, ანუ შავ ღვინოზე ეგეც ხო იცი რომ მიხია. ანუ არ არსებობს კვლევა არ არსებობს ხალხო სოფლიოში ესე იგი სამედიცინო თემი რომელიც შეთანხმდება კვლევაზე რომ ალკოჰოლი თუნდაც მცირე დოზით მოხმარების შემთხვევაში სასარგებლოა ორგანიზმის. ანუ როგორც კი ერთყლუბ ალკოჰოლს მოსვამს ადამიანი ორგანიზმი ეგრევე ტოქსინად აღიქვამს რა. ანუ ჩვენ არ გვჭირდება გარედან ალკოჰოლის მიღება და ის რაც ორგანიზმს არ ჭირდება ფუნქციონირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლს გამოიმუშავოს ჩვენი ორგანიზმი, ის რაც არ გვჭირდება ბუნებრივად, კი გამოიმუშავოს. ანუ ნიკოტინსაც მათ შორის ნიკოტინს ჩვენ ვიღებთ, აი შეიძლება კარტოფილისგანაც მიიღო ნიკოტინი. ძალიან ნიკოტინი რეალურად არის საჭირო ნივთიერება ბევრი რაღაცისთვის. ტვინის მუშაობისთვის, მაგრამ სხვა იმაშია რა, ბოსტნეულში არის ნიკოტინი და ეგრევე ვიღებთ რა, ანუ და ბოსტნეულში. აი, კარტოფილში და იმაში რა ქვია. ნუ კაი, დავგუგლობთ მაგას. კი, კარტოფილში და მაგალითად ბევრში, მაგრამ კარტოფილი და ყაბაყის მეორე ვარიანტი რა არის? ბადრიჯანში. ხო და მაგრამ ეწევინება და ბადრიჯანი შევწავ წამოდვე. ხო და არა, ნიკოტინის გარდა ხო და ალკოჰოლს დავუბრუნდეთ რა. ამ ქვეყანაში მაგალითად სხვათა შორის, ანუ ეს ალკოჰოლიზმი ცოტა ისე ითვლება რა. რა ნარკოტიკის მოხმარება ის აი ჩემი ქმარი დღეში საღამოობით 2 ჭიქას სვამს. წრუპავს. და ის კაი კაცია რა ხო? ან სადღაც სოფელში ვიო შეატყობ, რავი, ეხლა სუმთვრალია, მაგრამ ძალიან საყვარელია. კულტურა გვანგრევს ხდები? ტრადიციები გვანგრევს მაგ მიმართულებით, რომ აი დაარეკავ და ჩემი ქმარი სვავს და ეს სვავს გეგონება რაღაც კონგრესი მიყავს, ისეთი ჩვეულებრივი ამბავია. ხო, ცოტა მაგ მხრივ საქართველო ზედმეტად დატვირთული არის მაგ ტრადიციებით, ხო? მაგ არასწორი წარმოდგენებით ჯანმრთელობაზე, მოხმარებაზე და ასე შემდეგ, ხო? კვებაზეც, კი. და მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი აზრით ცუდი მაგალითია რა, ეხ ყველას გვინახავს აი ამ დიდ სუფრებზე პატარა ბავში შვილები რომ გამოუყვანიათ და 7 წლის ბიჭს რომ დაალევინებს და მე იცინია რომ ნახე რა მაგრადალია და შამპანური და ღვინო და ანუ ხო ან ეს ნორმალიზება მოხმარების ძალიან ადრეულ ასაკში იწყება ამ ქვეყანაში სინამდვილეში თუ კი შეგვიძლია რომ ვილაპარაკოს რომ საქართველოში პრობლემა არის მოხმარების პირველი ეგ არის ალკოჰოლის მოხმარების პრობლემა არის რაც პატარა ასაკიდანვე ნორმალიზებულია რა სკოლიდან წასული რაღაცა მე-8 კლასში მე 5 კლასიდან დაწყებული ლაშქრობაშიც რაღაც ღვინოს მოწრობა თითქოს ოკეია. ანუ ბევრი რაღაც განაპირობებს მაგას რა. მან კითხავ რატო ამას და დაადო მე ის ხო ის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დამაზიანებელია სიგარეტზეც. კაი, დავადებ მაგას, მაგრამ შენ ის მითხარი რატო წყალი ხوار გინდა? არა, რავი, როგორ დავждდი არ ვიცი. რატო გვაძალებენ? რა? აი, ეხლა ეგ მითხარი. მე თქვა დავანებ. ხო, რა დავანებ მოწევას თავი. დავანებ რა გააქვს და მოდი რა ერთხელ არა უშოს რა. ანუ აი ეს დაძალების სისტემა რატო მარტო საქართველოში არ არის ეგ? ყველგან არის. ეგ არის ადამიანის რატო გინდა რომ ჩავთრიოთ ვიღაცები? ეხლა მახსენდება რომ მეც ყოფილი ვარ მაგ მდგომარეობაში რომ ვიღაცას არ იღებს რა და მე მithქვამს რომ მოდი ჩემი ხათრით. რატო? ჩვენ ვართ სოციალური არსებები. ხო. და მუდმივად გვაქვს სწრაფვა აი ჯგუფად გაერთიანების მიკუთვნებულობის, ანუ ჩვენ ვართ ეგეთი ქმნილებები, რომლებიც ვერ ვარსებობთ რა მარტო რა, მუდმივად გჭირდება, რომ თავი ვიგრძნოთ რაღაცის ან რაღაც იმის რა ქვია, ადამიანთა რაღაც კატეგორიის ან ჯგუფის ნაწილად რა. როცა ერთი ადამიანი თავს ანებებს აი ამ დიდ ჯგუფს, ხო? უჩდება, ხო, ტომს უჩდება განცდა, რომ რაღაც ნაწილი ტოვებს. და აი ეს რაღაც მიზიდულობა ეგრე მუშაობს, რა, რომ შენგან რაც განიდევნება, ავტომატურად გერქმება იმის შენარჩუნების სურვილი. ეგ ერთი, მეორე ფაქტორი არის ის, რომ მე რომ ჩემი მოხმარება გავამართლო, მე მჭირდება გვერდზე ჩემნაირი ადამიანი.
ანუ ის რომ მე მშვიდად ვიგრძნო თავი რომ თლად საშინელებას კი არ ჩავდივარ, არამედ ცოტა ოკეია რასაც ვაკეთებ, მე მჭირდება რომ ჩემს გვერდით ადამიანი რომელიც მიყვარს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ისიც მოიხმარდეს. შეიცი რომ სერვისი არსებობს მაგისი? ვისი? რომ ადამიანს ურეკავს შენთან მოდის და შენთან ერთად იღებს ნარკოტიკებს და ამაში ფულს უხდი. ხო, ანუ ის არის ერთი ეგ, ნუ შეგვიძლია ვთქვათ რომ მარტო მოხმარება ხანდახან ფან არ არის და მჭირდება ვიღაცა და მეორე არის რომ აი მე თუ ჩემ ორგანიზმს ვაზიანებ, ბარემ გადავუხდი ვიღაცას და იმასაც დაუზიანებ ღვიძლს. არ ვიცი, რა ვიცი. ვერცმა ჩემო. მე მგონი ეგ სერვისი უნდა დაუბლოკოთ. არ ვამუშავოთ. და იაპონიაში რომ სერვისი არის ჩახუტე. აუ იაპონიაში მაგაც ეგ მართლა პრობლემა აქვს ეხლა მან ხო, ლონლინეს არის ძალიან პრობლემა, მანდ მოხმარების კი არა ოფერების და ის არა ქვია ტელეფონზე ლაპარაკის ის ეგ სერვისი აქ არ იმუშავებდა ხო? რისი? ანუ მარტო არა გიჟებით ვეხუტებით ერთმანეთს რა პრობლემაა? ხო, ჩავხუტე არა და ისეში კოცნები და თვალზე და მიყვარხარ და ჩახუტებები. ეგ გაკლია? რა, არაფერი არ მაკლია, ძალიან კარგად. არავინ ზედმეტად არ ჩამეხუტოს. ჩახუტება? მე ვიყავი ეგ ადამიანი, ეგ უნდა ვთქვი. ხო, რომ ანუ ეხა მაღიზიანებს ძალიან ეიფორიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ძალიან ზედმეტად გამოხატავენ. ხო. მე თვითონ ვიყავი ეგეთი. და შენ თავს ხედავ ძველს და მეგონი ეგ აღიზიანებს და აუ როგორ ვიცოდი ხომ ისე მოვიდოდი ლაპარაკი და ხელით უნდა შევხებოდი, აი ამ ხარზე ურტყავდი, ვეხუტებოდი, ვკოცნიდი, ხმამაღლა ლაპარაკი ეს ღმერთო მე ხარ ვიღაც ეგრე იქცევ, რანაირად იქცევ, შეჩემ. და ამას მე ვიქცევდი ეგრე. ხო და ხო ეგ არის რა, ეხლა მე რო გამოვედი, სარკისებურად ვუყურებ ის რაც მე მაღიზიანებდა რა, მაღიზიანებს სხვა ადამიანებში. ჩართე რამე კინო. ხო, იცი რა მაინტერესებს, დამოკიდებულება შეიძლება რომ ადამიანის იდენტობის რა ხდება? იდენტობის ნაწილად გადაიქცეს და როგორ შორდებით ოკეი, ნარკოდამოკიდებულება და არა მხოლოდ შეიძლება რომ გადაიქცეს ადამიანის იდენტობის ნაწილად და შეიძლება ნარკოტიკს მოშორდე, მაგრამ ამ იდენტობას ვერ მოშორდე. კი, კაი კითხვა და კი. და ეგ არც თუ ისე იშვიათად ხდება. ხო. ვერ ჩამოირეცხო რა, აღარ ხარ, არავინ არ ხარ და просто კი. და ანუ აი გამოჯამრთელება რას ნიშნავს რა? ხშირად მეკითხებიან ხოლმე და ხშირად ადამიანებს წარმოუდგენიათ რომ აი რამე გამოჯამრთელების კურს რო გაივლი მხოლოდ წყვეტ მოხმარებას, მაგრამ სინამდვილეში რა არის რა რომ ნარკოტიკი დამოკიდებული ადამიანის ნომერ პირველი პრობლემა არ არის. ანუ ემოციებზე დამოკიდებულები ვართ ჩვენ პირველ რიგში და ხო, აი ეგ ხდები აი ეს შიში და გაქცევის ის რა ქვია მოდელი რაც ვახსენე, ეგ არის, ეგ მუშაობს არასწორად დამოკიდებულ ადამიანში. ანუ ეგ რაღაც ჩამკეტები არ არის, ეგ წრე არის ძალიან ცუდად შეკრული, ეგ ლუპი არის, რომლიდანაც ვერ გამოდიხარ და ნარკოტიკი ან ალკოჰოლი ან გემბლინგი არის საშუალება რომ დროებით ეგ წრედი გაწყვიტო რა, სხვა არაფერი. ხო და ნახე, ნარკოტიკი რო გამოდის, კი რა, ქრება ადამიანის ცხოვრებიდან, ეს რჩება რა. და მთელი ცხოვრება რო გეგონა რომ ნარკოტიკის გამო იყავი ესეთი, ნარკოტიკის გამო იყავი რაღაც ცუდი მამა, ცუდი მხარჯველი, გადასაღადებს არ იხდიდი თუ არ ვიცი რაღაცა ვიღაცას არ ეხმარებოდი ან უყურადღებო იყავი, კაი, აღარ ვსვამ, გავიდა 1 თვე, 2 თვე და ეს რა ქვია, მაგრამ არაფერი არ იცვლება. ანუ ფიზიოლოგიურად თითქოს იცვლება, ფხიზელი ვარ, მაგრამ შიგნიდან ემოციურად არ იცვლება რა. როცა საკუთარ თავზე დამოკიდებული ადამიანი გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს, შეიძლება დარჩე თვეები და წლები ფხიზელი, მაგრამ აი ჩვენ ვეძახით სუფთა, სისუფთავეში ვერ ხარ. და ეს რა არის? შენ თუ ისევ იმ პატერნში, იმ მოდელში ხარ, სადღაც ბლატაობ, სადღაც ვიღაცას ჩაგრავ, სადღაც ბილდ სიტყვაობ, სადღაც ფულში იტყუები, აი ხვდები, იგივე რაღაცებს აკეთებ, მაგრამ ხიზელი ვარ ძმაო რა. ეგ არ არის გამოჯამრთელება. ფხიზლა დარჩენა ბევრ ადამიანს შეუძლია, მაგრამ გამოჯამრთელება არის, რომ მე ვუბრუნდები ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების სურვილი
და საშიშროება და აი ეს რა ქვია აუცილებლობა სად გამიჩნდა, სად არ ვიცოდი როგორ მოქცეულიყავი, სად ვერ ვისწავლი, სად დავრჩი პატარა ბავშვად, ხო რაღაც აი შინაგან ბავშვს რომ ეძახიან და სად ვერ გავიზარდა. იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანები ვერ იზრდებიან. ძალიან დიდი ხანი აი ამ ინფანტილიზმში ჩარჩენილი ადამიანები არიან და თავიდან გვჭირდება სწავლა რა, ანუ ცხოვრების დაწყება და ზრდასრულობაში გადასვლა. ამიტომ თუ აი მაგით კიდე იზომება ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი ის რამდენად გინდა რომ რამდენად ხარ მზად რომ მიიღო ცხოვრებისგან და გამოჯამთელებისგან ის სიკეთეები, რასაც გამოჯამთელება გთავაზობს რა. ანუ მხოლოდ ფხიზლად არ შენა გინდა თუ დააპგრეიდება გინდა, აი უფრო მაგარი ტიპი იყო რა, აი შენი საუკეთესო ვერსია რა. რა მაინტერესებს იცი, ალკოჰოლს და ნარკოტიკს შორის რამე დადებითი მოიტანა შენ ცხოვრებაში? მაგალითად მე როც თავი დავანებე, ჩემ მეგობარს ვთხარი, ვაიმე იცი, ამით არაფერი აღარ ხვდები და ის ვერც მიხვდა, იმიტომ რომ ის არ ყოფილა დამოკიდებული არაფერზე. და ჩემთვის ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ რო შეიცვალა ის ძველი რაღაცები წამომყვახვდები, რაღაც გამოცდილებები, გააზრებები. ნარკოტიკს აქვს რამე დადებითი მხარე? არის ეგეთი არასამედიცინო მიგნება არის ეგ, არამედ უფრო პრაქტიკაზე დაფუძნებული, რომ ნარკოტიკი მოხმარების პირველ ეტაპზე არის დამხმარე. ანუ რაღაცებში გეხმარება რა. ანუ აი იმ რაღაცებში რას ვახსენე რა, შიში თუ მაქვს მე რაღაც უცხო ადამიანთან საუბრის, ნარკოტიკი მეხმარება და ამ შიშს ვლახავ. თუ მე რაღაც პასუხისმგებლობის აღება არ მინდა, ან რაღაც საქმის გაკეთება, ხო? ხო. ნარკოტიკის მოხმარების მერე იმ საქმეს ვაკეთებ. ანუ მეხმარება. შესაბამისად არსებობს ეგ მოსაზრება, რომ რავი, აი, წამალსო რატო ეძახიან? რა თავიდან მართლა წამალივით მუშაობს, ის გოს გეხმარება. მაგრამ თელი აი ეს რაღაც ჯადო და მთელი ეშმაკობა ამ ყველაფრის მანდარი რა, რომ თავიდან რაღაც აი ფოჩიანი კამფეტივით ლამაზ რაღაცა შეფუთული თავიდან გეხმარება, მაგრამ დროსთან ერთად ის ხდება შენი ნომერ პირველი მტერი. შეიძლება რომ ადამიანმა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს, დაიწყოს თავიდან, მიიღოს ის რაც ჭირდება ნარკოტიკისგან. ეხლა ხო არის რაღაც ახალი MDMA-ით რაღაცებს რომ კურნალობენ და შემდეგ აი მაგაზე რავი, აი ეგრე არსებობს კასტანედას და დონ ხუანის მაგალითი, რომ სადღაც სამხრეთ ამერიკაში ინდიელი ტომები დღესაც და მთელი საუკუნეების წინას მოიხმარდნენ ეგრეთ წოდებულ რაღაცა მესკალინს და რაღაც შამანური დანიშნულებით რა და ვიღაც ტიპები იყვნენ, რომელსაც აი ეს რაღაც ბუნებრივი ნარკოტიკის მოხმარების მერე შეეძლოთ, რომ გასულიყვნენ ისე, რომ რაღაც ღმერთებთან ელაპარაკათ, კითხვებზე პასუხი მიეღო და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვინ ვარ ეხლა, რომ 300 წლის წინანდელი შამანის кейსი ავიღო და ვთქვა, რომ მეც ეხლა მესკალინს მივიღებ, ღმერთს დაველაპარაკები და ზიანს არ მომიტეს და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, ვინც თქვათ რაღაც აი ამ დაფარული ცოდნიდან შამანური მიზნებით იღებენ რაღაც დოზირებულად, თქო, ამას ცოდნა უნდა, მე მაგის მჯერა რა, ეხლა მაგ ექსტრემიზმში არ ვარ გადავარდილი, რომ ყველაფერი რაც ღმერთმა შექმნა ცუდი, არა, ანუ მგონია, რომ ვიღაცაები, ანუ დონ ხუანის და კასტანედას кейსი, ჩემთვის მისაღები кейსია, მაგრამ მე არ ვარ ეგ ადამიანი რა. მე არ ვარ ის ადამიანი, მაგალითად, პირადი გამოცდილებით, რომ აი მე რო ეხლა ერთი ჭიქა ღვინო დავვლი, იმ დღეს რამე კი არ მოხდება. ან არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს. მაგრამ ტვინში აი მაგ დაშვების მერე ჩემი ტვინის რაღაცა ქიმიური ბალანსი დაირღვევა და რაღაც 5 დღის მერე ჭიქანახევარს დავვლევ. მერე 3 ჭიქას დავვლევ. და ვიცი რომ რაღაც დროის მერე ანუ მან ბალანსი არ არსებობს. ან საერთოდ წყვიტავ დალევას. ხო, რა, ანუ მე ერთხელ ვქენი ეგ ექსპერიმენტი რაღაც 5 თუ 6 წლის წინ, ვეცადე რომ აი ეგრე დამებალანსებინა, ყველაფერი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, მე რაღაც უალკოჰოლო ლუდი დავვლი. აი 0%-იანი, ხო, 0%-იანი ლუდი. და აი რო დავლიე, რავი, დავთვე. და მე მალე რამდენიმე თვეში ისე მე ღვინო დავლიე და ასე. ხო და
ეხლა მადლობა ღმერთს რომ მაგ ეგ ну შენ არის შენ არის ანუ როგორ ანუ რაც კი რამე სამყაროში შექმნილი ალბათ ერთი 3 ნივთიერებაა რომელიც არ მაქვს გასინჯული რა ყველანაირი აბსოლუტურად უბრალოდ ალკოჰოლი იყო ის რაც main character იყო და უნდა დამემატე ყველა ვარიანტში მე უნდა დამთავრებული იყო საღამო ვთქვათ რაღაც ალკოჰოლი ამიტომ საღამოს დამთავრებაზე ის გადავიდეთ ერთი რაღაც მაინტერესებს ხშირად ანუ შენ აპირებ რომ იმუშაო relationship მიმართულებით სამომავლოდ ჩემი ეს არის რა ქვია ამას ალბათ შემსონი საუბრობ მე როცა დრო იქნება უბრალოდ მოვაყოლებ თემას და იმიტომ აღვნიშნე სექსი ხო არის ადამიანები მომისმენია ბევრისგან რომ იმდენად დამოკიდებულები არიან არაფხიზელ ურთიერთობებზე რომ ფხიზლად აღარ უსწორდებათ ესე პირდაპირ ამას ამბობენ და იმიტომ ვუტრირებ ესე რა ხდება მაგ ადამიანების შემთხვევაში სად არის გამოსავალი რატო არის სექსისტი ექსტრემალური ну რატო არის პრინციპში ვიცით მაგრამ რას გვეტყოდი აი ხა მან როგორი რაღაცა იცი რომ წარმოიდგინე საჭმელსაც კი ეცვლება გემო ანუ სანამ მოხმარებაში ხარ სხვანაირი არის გართობაც სექსიც რაღაც აბანოში წასვლა აუზში ცურვა და სხვა შეგრძნებებია რა ანუ მან გასაკვირი არაფერი არ არის მეორე არის რომ ადამიანები რაღაც ნივთიერებებს რისთვის იყენებენ რა რომ მაგალითად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში რომ მე მაგალითად დაბალი თვითშეფასება რომ ცუდი ვარ სექსის დროს ნარკოტიკი აი ამას უცბად ისე შემიფუთავს რომ სუპერმენი ვხდებს საერთოდ შეიძლება არც ვიყო ძალიან მაგარი იმ წუთას მაგრამ მეგონოს რომ ეხლა ისეთი ვარ რომ აი ხო რაღაცა რომ მოვლენა და გავა მე 6 საათი ამ ნივთიერებას გავუვა და უბედური ვარ რა. განახვა აღარ გინდა არც ხალის არც კაცის და არც ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ყველაფერი არის თავიდან სასწაული. ანუ ხო, მე თვალს უსწორებ რეალობას. შენ არც ეგეთი მაგარი ხარ თურმე ლოგინში. არც ჯონი სინი ხარ. არა. შენი რაღაცა თუ გეგონა რომ ძალიან სუპერმენი იყავი არ ხარ. რო გეგონა რომ მაგარი ქმარი ხარ არ ხარ. მაგარი შვილი ხარ თურმე არ ხარ. მეგობარი რო გეგონა რომ ყველა შენ უნდა გადაგკვდა თურმე არ ხარ. ხო და ჯერ ერთი მაგარი ადამიანი უნდა იყო რომ გააცნობირო და აღიარო. აი ეგ არის მაგარი, ხო, ეგ არის მაგარი ადამიანი. ხო და თავიდან ყველას ეშინია რომ გამოჯამთრელების შიშიც ეგ არის რა, რომ მე რო ამ ყველაფერს გამომეცლება დავკარგავ, რა დავრჩები? ანუ შიშულდები რა და ვინ ვარ მე რა? და მე რეიწყებ ამას თავიდან სწავლას და აი როგორი ის არის, იცი რომ მოდი თან მიმართ ადამიანებს რომ თავიდან სწავლაზე და აი თავიდან სწავლა რა არის? შენი ცხოვრების 90 დღე 90-ს პირობითად მომიგდრ სამთვიანი არის თქვა რაღაც ყველაზე გრძელვადიანი გამოჯამთრების პროგრამა. შენი ცხოვრების 90 დღე შეგიძლია თუ რა გადადო და მე მაგ 90-ს კიდე 3 თვე დავუმატო. ანუ ჯამში 6 თვე. აი ხარ 30 წლის, 40-ის თუ 50-ის და 6 თვე რომ არ დაგენანოს და მე აგერ და ჩემნაირი კიდე 100 და 1000 და მთელს მილიონობით არის, რომელიც გეუბნება რომ შენ ვინც ახლა ამას უყურებ 6 თვის თავზე ბედნიერი, სრულფასოვანი, გახარებული ცხოვრება გექნება. როგორ არ უნდა დაიწყო ეგ? რომ შენი თავი რო გეუბნებოდეს რა, წარმოიდგინე მომავალში, რომ ნებისმიერმა თქვენგან რომ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი 6 თვის მერე და მომავლიდან რო ტიპი გეუბნება, რომ აი ეხა დაიწყე გამოჯამთრება და 6 თვეში ბედნიერი პირადი ცხოვრება გექნება, ლოგინში მაგარი იქნება. რავი, აი რაც ეხა რაც გაქვს, რაც გონია რომ გაქვს, ხო? აი ეგ ყველაფერი გექნება ოღონდ ნამდვილი და არა სუროგატული და ილუზიური რა. მაგიტომ არის დახმარების თხოვნა რომ ვიღაც შეიძლება აი ხა ვინც ამას უყურებს, მართლა რაღაც ილუზიურად საკუთარი თავმაკი არ უთხას, არამედ თხოვოს მის მეგობარს, რომელსაც ეს გზა გაიარა. ან საერთოდ დამოკიდებული რო არ არის ისეთ მეგობარს, ოჯახის წევრს და დახმარება ითხოვოს, იმიტომ რომ ფხიზელ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია უცბად მიიღოს გადაწყვეტილება რა და გამოსავლის პოვნა. სანდრო, ერთი კითხვა, საბოლოო კითხვა, მაინტერესებს ესეთი რაღაც. თუ ამ ეპიზოდს უსმენს ადამიანი, ვისაც არ გააჩნია
არც ერთი მიზეზი და ნებდება. რა ერთ მიზეზს ეტყოდი იმისთვის, რომ არ დანებდეს? აი გადაწურვილია ყველა იმედი, მაგრამ არსებობს იქ რაღაც ერთი, რისთვისაც არ ღირს დანებება. რა იქნებოდა ეს ერთი მიზეზი? საინტერესო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა სარჩევანს ცემს პატივს. მათ შორის თუ ეგ არჩევანი ადამიანმა გააკეთე მაგასაც. მაგრამ მან კითხვას დავსვამდი, რომ რამდენად გაცნობიერებულია ეგ არჩევანი. ანუ ეგ გადაწყვეტილება რის მერე მიიღო? ნუ თუ მართლა ყველაფერი ცადა. ანუ მე თუ ადამიანმა მართლა ყველაფერი ცადა და აი ამ ყველა მცდელობის მერე იღებს მაგ გადაწყვეტილებას, მან ვიტყოდი, რომ ოკეი, კი ბატონო, შენი სხეულია, შენი თავია, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ განა მართლა ყველა შანსი და ყველა შესაძლებლობა გამოიყენა? აი ეგ კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. და თუ სადმე დარჩა რაღაც, რაც ჯერ არ უცდია, ჯერ ისცადოს და მე თავიდან მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არა და არსებობს ბევრი ადგილი, დაწესებულება, ვისაც შეიძლება რომ მიმართოს და ითხოვოს დახმარება. თუ მაგაზე ვლაპარაკობთ, ეგ არის რა. ხალხო, ეხლა გამოჯამრთელება იყო მართლა დრო, როცა საქართველოში ხარ 8 წლის წინ, მართლა არაფერი არ არსებობდა. ვერსად ვერ მიხვიდოდი და ნარკოლოგიურის გარდა. ეხლა არსებობს გამოსავალი, რომელიც მე დამეხმარა, პირველ რიგში და მაგიტომ ვამბობ და პირველია, ვინც საერთოდ რეაბილიტაციის შემოიტანა და გახსნა სახლები და სადაც ერთხელ უკვე დამოკიდებული ადამიანის სხვა დამოკიდებულს ეხმარება და ეხა უკვე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ბევრად მეტი ცოდნა, ბევრად მეტი გამოჯამრთელებული ადამიანია, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, ვიღაცა თუ კოუჩია, თუ ნარკოლოგიაში წავიდა, თუ ადიქტოლოგი კიდე, ხო, ცალკე პროფესია არის. ამიტომ ეხლა ვამბობ, რომ გამოჯამრთელება ეხლა გახდა ძალიან ტრენდული. ოღონდ ცუდი გაგები ტრენდული არა. ანუ ბევრად უფრო მისაღები, უფრო ადვილი, იმიტომ რომ მეტი საშუალება, მეტი ადამიანი როგორში დაგიდგეს, მეტი კურსია, მეტი რაღაც დღის ცენტრში მოხვალ, თუ გინდა წახვალ სტაციონარში დაწვევი, ასე შემდეგ და ინფორმაცია მეტია, რა ვიცი, სოციალური ქსელები, ბევრი ვიდეო, ცნობილი ადამიანები, ხო? ამ ტიპის შეხვედრები. შესაბამისად, ყველა დამოკიდებულს, ვინც ჯერ ცოცხალია, ბევრად გაუმართლა, რომ ამ დროში უწევს ცხოვრება, იმიტომ რომ გამოჯამრთელების მაღალი შანსი აქვს და ადამიანები წარმოიდგინე მთელი თაობები, რა ვიცი, ხო, გადატანითი მნიშვნელობით და პირდაპირითაც ცოცხლები აღარ არიან. იმიტომ რომ მაშინ ეს დახმარება არ იყო. და შენ გაქვს შანსი რომ გადარჩე. ახლა არის ძალიან ბევრი დახმარება, ძალიან ბევრი შანსი. იყავი მადლიერი რო ხარ ამ საუკუნეში. არა უშავს. ყველაფერი ყველას აქრობს ხედვართ ახლა ამ გამოკეპილები თუ რაღაც საუბრობთ ამ თემებზე. ჩვენ გავიართ ურთულესი გზა და ახლაც გავდივართ. და შენც თუ გადიხარ, არც ეგ არ არის პრობლემა, გამოსავალი არსებობს. გამოსავალი არსებობს და ოკეია, რომ ხანდახან ძალიან ცუდად ვიყოთ. ხანდახან გვეგონოს, რომ რაღაცა ჩიხში ვართ, ეგეც არა უშავს. და ბატუტის პრინციპიც არის, რომ დაეცე, მაგრამ რომ მე მაგრა ავარდე. კი. და რა ვიცი, მე მგონია, რომ ბევრი იქნება ადამიანი, რომელიც ახლა ამას ნახავს, შენზე გამოგეხმაურება, რომ დახმარება როგორ მივიღოს და მე გეტყვი კონკრეტულად შეგიძლია რომ უპასუხო და პირდაპირ მათ შორის რაღაცა უფასოზე თუ ფასიანზეც გადმოამისამართო და რაღაცა შენი წილი და ჩემი წილი ამ ადამიანებს დავეხმაროთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ჩემი სტუმარი და შევხვდებით კიდევ. მომავალში ხვდებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა.